რამდენიმე მაგიდა იყო მოპირდაპირე მხარეს, აი ბარის მხარეს, სადაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც თავისთვის სვამდნენ, აღნიშნავდნენ, არანაირი კომუნიკაცია ჩვენ შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, რაღაცა ვისკი ან კონიაკი არ ვიცი ამ შეფერილობის და გილოცავ ახალ წელს და შემოთავაზა ხო არ მიირთმევთ, მე ვთქვი სამწუხაროდ დავსვამ, დიდი მადლობა, იმეც გილოცავთ და რა კი გაგეცნოთ? თვითონ მითხრა რომ მე გიცნობ რომ ზვიადი ხარ ქორიძე, მე ვთქვი ძალიან სასიამოვნო, თქვენ მეთქი რომ ვიცოდე, გიორგი ვარ მანუელიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა დაჯდა იქ. დაახლოებით 5-7 წუთში ამ დროს მე უგლეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი აქ მხარეს ლიფტისკენ გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თავის თანხმობ ხალბატონთან ერთად, მოდის აი როიალთან და თითქოს უნდა დაკვრა, მე მიდის სუფრასთან და სუფრისთან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული და თორე ძალიან გასაგებია რომ ვიცნობ და შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება და მე ისეთი კვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ და დავიწყო უკვე ყვირილი, რა თქვი შენ ქოცებზე, ვის აგინებ შენ, მე ვთქვი ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას, აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და რო დავინახე რომ უკვე აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მე დავიხარე უკვე ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, აი ამ დროს რაღაც ნივთი, არ ვიცი, რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ, ვერანაირად მომართა აქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. და აი რაღაც გარკვეული დაზიანები გარის გამოც ახლა მივდივარ კლინიკაში. რაც შეეხება და მეორე, აი ზუსტად ვიცი რომ გიორგი მანუელიძე მაიღო რაღაც ნივთი, რომელიც რაღაც კერამიკის კოთანი არ ვიცი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა აი ლობის მაგიდის მიმართულებით, არ ვიცი, საგანგებოდ არ ვიცი, ნებით ამაცილა, დაიმსხვრა ეს ფილა და დაიყარა მიწა. ამის მერე მე დაცვამ გამიყვანა, იყო ბუქარები, ჩემი მისამართით მესმოდა ეს ხმა, მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც უკვე ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში, ვისაც მე შევატყობინე, მათ დაინახეს უკვე აქ სხვა სურათი, დაინახეს უკვე საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრამვებით გიორგი გახარია.